ყოველი განსაკუთრებულ პატივცემს რომელიმე წმიდანს. ყოველ ერთს ყავს თავისი განსაკუთრებული ზეციური მფარველი, რომელიც ლოცულობს ერისათვის და იფარავს განსაცდელთაგან. წმინდა გიორგი არის საქართველოს განსაკუთრებული მფარველი. ისტორიიდან ცნობილია, რომ წმინდა გიორგი ხილულადაც იბრძოდა ქართველთა ლაშქარში. საქართველოს ბევრ ევროპულ ქვეყანაში წმინდა გიორგის სახელის მიხედვით გეორგიას ეძახიან. ჩვენთან ეკლესიების დიდი ნაწილი წმინდა გიორგის სახელზეა აგებული. არა არიან ბორცვი და მაღალნი გორაკნი, რომელსაც ზედა არა იყოს ნაშენი ეკლესიანი წმინდისა გიორგისანი. წერს ვახუშტი ბატონიშვილი. საქართველოში წელიწადის ყოველ დღეს იზეიმებოდა გიორგობა, რომელიც წმინდანის სახელობის რომელიმე ტაძართან, ხატთან ან მის მიერ აღსრულებულ სასწაულთან იყო დაკავშირებული. ხალხურ მეტყველებაში შემორჩენილია 365 წმინდა გიორგის სახელით დალოცვა, რომელიც წმინდა გიორგის წელიწადის ყოველდღიურ დღესასწაულთან და საქართველოში არსებული წმინდა გიორგის 365 ნაწილთან არის დაკავშირებული. განსაკუთრებული სიყვარულით აღინიშნება გიორგობა გორის რაიონში, სოფელ არბოში. აქედან პირდაპირ ჩრდილოეთით 20 კილომეტრით დაშორებით დაახლოებით ლეგენდის თანახმად არის უფროსი ძმა წმინდა გიორგის სალოცავი. გერის კი სოფელია გერი და იმ გერის წმინდა გიორგია. ჩვენი არბოს წმინდა გიორგი შუათანაძმა და გორიჯურისა უმცროსი ძმა. და საინტერესო ის არის, რომ იმ ეპოქაში, როცა ეს სამივე ტაძარი აშენდა, კომპასი არ არსებობდა ჯერ კიდევ და ახლა აეროფოტო გადაღების დროს დაფიქსირებულია ის, რომ ერთ სწორ ხაზზე მკაცრად ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ სამივე ტაძარი აშენებული. მარიამობის შემდეგ პირველი, მეორე, მესამე კვირა სამი სწორი აქვს ამ დღესასწაულს და დღესასწაულობენ სოფელ არბოში და დღესასწაულობენ სოფელ გერში. არის ასეთნაირად ხალხი თითქმის მთელი საქართველოს ყველა კუთხიდან მოდის მლოცველი, სრულდება ნათლობები, სრულდება რაღაცა შეწირულობები, ღამისთევით მოდის მლოცველი. არის ასეთი ტრადიცია კიდევ ძველთაგანვე, რომ შაბათ დღისით მიბრძანდებიან გერში. გერი არის აქედან 30 კილომეტრის მოცილებით, ფაშია მაღლა სოფელი. და იქიდან შემდეგ იქათევენ ღამეს და მეორე დღისით, ესე იგი კვირა დღეს ბრუნდებიან არბოში. შემდეგ ჩერდებიან აქ ცოტა ხანს და ესეთი ტრადიცია აქვს აი დღევანდელ დღესასწაულს. მოგილოცავთ ყველას. მენეჯერები. დაილოცეთ თქვენ, დაილოცეთ. მოგძალდით. ერთი რამე, დაგულოცეთ. ერთი აი ცოტა მოსულა, სუპერვინო, მოიცე სუპერვინო. დავლოცოთ ჩვენ საროცავები, სადაბარი საროცავები, სადაბარი. მე თუ რა. დავლოცოთ. აი საქართველოს ელაპარაკეთ, საქართველოს. საქართველოს. აი ვიყავით, გერში ვიყავით, მე თუ რა. ისეთი კარგად მოწყობილი, ისეთი კარგი გზები რა, ეხლა წვიმა იყო, მაინც ავედით ეხლა. გერის წმინდა გიორგი მოიხსენიება კიდევ ასეთნაირად, რომ აი სასწაულთ მოუქმედათ, რომ იქ მას მოუხდენია რაღაც გარკვეული სასწაულების, ნეულის აღდგინება და სხვადასხვა ძირითადად ეძახიან დღევანდელ დღესასწაულს გერისთობას, მაგრამ ეს არის რაღაცა ესეთი არასწორი გადმოცემა, იმიტომ რომ ეს არის ხალხური კალენდრის მიხედვით იხსენიება როგორც არბოობა. ჩვენი ძველი წმინდა გიორგის ეკლესია, ესეთ ნავიანი გუმბათი ბაზილიკა, მე-9 საუკუნისაა, შეტანილია ენციკლოპედიაში ამთარებით. შემდეგ მოგვიანებით მე-18-მე-19 საუკუნეების მიჯნაზე არის დიდი ეკლესია, ისევ წმინდა გიორგის სახელობის აშენებული, მაგრამ აშკარად ემჩნევა რუსული არქიტექტურის გავლენა
ეს ეხლა ამჟამად გადაკეთებულია წინა გუმბათი ქართულ გუმბათად, თორე იყო რუსულისთვის დამახასიათებელი მრგვალი გუმბათი წინა და იყო უკანა გუმბათზე მაღალი, უკანა ქართული გუმბათი იყო და იქ მე ეკლესიასთან ნახავთ თქვენ რომ აშკარად ემჩნევა ის გადაბმის ადგილი. ანუ დაწყებულია ქართული სტილით ეკლესია და ეს ალბათ დაემთხვა იმ პერიოდს, როდესაც ტოტლებიანი რუსეთის გავლენა შემოვიდა საერთოდ საქართველოში და დაასრულეს რუსული სტილით. ანუ ეს მრგვალი სამრეკლოს თავზე, სადაც სამრეკლო უნდა იყოს, მრგვალი სვეტები და განიერი თაღები, ეს უფრო რუსული ეკლესიისთვის არის, რუსული არქიტექტურისთვის დამახასიათებელი, პლუს ის მრგვალი გუმბათიც ასევე რუსულია და ყველაზე მთავარი რაც არის შიგნით ამ მოხატულობა, შიდა მოხატულობა, ფრესკები, დღესაც ხელუხლებლად არის შემორჩენილი, ოღონდ რუსულად შესრულებული, რუსული სტილით და ეს ტაძარი აშენდა უკვე მე-19 საუკუნე ეგზარხოსის შემოსვლის პერიოდში აშენდა ვინმე ადგილობრივი თავადების ასე ვთქვათ რაღაც დაფინანსებით ესენი იყვნენ ჟურულები მაკარაშვილები ასეთი თები რომლებმაც თვითონ სოფელს ბატონი არ ყავდა კი ცხოვრობდნენ ისინი აქ მაგრამ საბატონო მიწები ეს იყო საეკლესიო სოფელი მაგრამ მათ ჰქონდათ სხვაგან თავანთი საბატონო მიწები საიდანაც არის ასეთი გადმოცემა რომ კახეთიდანაც კი მოჰყავდათ ყმებიო და ამუშავებდნენ რომ იქაც ჰქონდათ რაღაცა თავანთი საბატონო და აშენებულია მაგ დროს მე-19 საუკუნის 30-იან 40-იან წლებში მაგრამ არასრულად იყო გუმბათი ამას დასასრულებელი ჰქონდა გუმბათი დასრულდა სულ გასული საუკუნის 90-იან წლებში ემჩნევა კიდევაც ახალი ნაშენია შიგნიდან ჩანს ის ბლოკის ფენა და იყო კიდე ერთი რამ სამრეკლოს გუმბათი იყო რუსული სტილის რომელიც იგივე დროს შეეცვალა 90-იან წლებში შეეცვალა. ამ მე-19 საუკუნის ეკლესიის უკან გზის მეორე მხარეს აღმოსავლეთით არის მე-7 საუკუნის ღვთისმშობლის სახელობის ესეც ერთნავიანი უგუმბათო ბაზილიკა. რომელიც ალბათ კომუნისტური რეჟიმის დროს უყურადღებობის გამო ახანები დაზიანდა სახურავი, უკვე დანგრევის პირას ამისული, დანგრევის პირას კი არა, ანგრევები ყავდა დარჩენილი. იქ ყოფილა რაღაც ასეთი ხემდგარა, რომელხეც ერთ-ერთ მერეთში მაცხოვრებელ ადამიანს, მერეთი არის გვერდზე სოფელი, მოუჭრავს. რის შემდეგაც, რატომღაც მან იფიქრა ასე, რომ მისი ოჯახის და მისი ცხოვრების უკან წასვლა იყო მიზეზი იმ ხის მოჭრა. რაღაც დაეხოცა, გარდაეცვალა შვილები, მეუღლე, ოჯახი ამოწყდა ერთი სიტყვით და გადაწყვიტა, რომ იმ ადგილზე აეშენებინა ტაძარი. აქ ძველი ხალხი ვინც იყვნენ, მახსოვს გადავდნენ ხოლმე, რომ ეს დანგრეული ყოფილა მიწისქვეშა და მე-20 საუკუნის 30-იან წლებში აღუდგენიათ. ისევ იგივე საძირკველზე აღადგინეს თორემ. აქაც იგივე რაღაც მოხდა, მაგრამ აღარავინ მიხედა. ეს რეჟიმი იყო ისეთი ათეისტური და დაზიანდა და ასე თუნდა გაეცვალა. ახალ აღდგენილ 30-იან წლებში ჯერ საუკუნესაც არ არის. და როგორც ხედავთ, ამ უპატრონობისგან დაზიანდა, დაინგრა, შემოგვჭა ეს და პატარა ლიახვის ხეობა ეკუთვნოდა ქსნის საერისთავოს პლეიანს.
და მთელი ხეობა დაკრძალული ასეთ ციხეებით არის დაკავშირებული ერთმანეთს. უყურებთ ყველა ციხე, აგერ ახლოს ყორდის ციხეა, არბოს ციხეა. აქეთ გაღმა, მდინარის გაღმა არის მერეთის ციხე და თავზე, ანუ აი ამ ლიახვისა და ქსნის ხეობის წყალგამყოფ ქედზე არის შამბირეთის ციხე, რომელიც ორივე ხეობას აკონტროლებდა. იქითაც და აქეთაც. შემდეგ არის ვანათის ციხე, ერედვის ციხე და მთელ ხეობას ასდევს ესე ციხეებითაა დაკრძალული. აქაც აი ეს ნანგრევია შემორჩენილი. მერეთის ციხე, ქორდის ციხე და შამბირეთის ციხე შედარებით უკეთესად არის შემორჩენილი ვიდრე ეს. ასეთივე სტილის ალბათ იმ ეპოქისთვის დამახასიათებელი. ძველი წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია დარბაზულია. ნაგებია რიყის ქვით. სიგანე 5.9 მეტრი. სიგრძე 9.3 მეტრი. კუთხეები, სარკმლები და ლავგარდანი თლილი ქვისაა. თლილი ქვითაა მოპირკეთებული აღმოსავლეთ ფასადიც. შენობა დაზიანებულია. დანგრეულია სამხრეთ და დასავლეთ მინაშენები და წრიული კოშკი. ეკლესიას აქვს ორი შესასვლელი. ორი სარკმელი სამხრეთ კედელშია, ერთი დასავლეთში. კამარის საბჯენი თაღი ეყრდნობა გრძივი კედლების წყვილ ორსაფეხურიან პილასტრებს. გრძივ კედლებზე დეკორატიული თაღებია. აღმოსავლეთ ფასადის სარკმელთან ქვაში გამოკვეთილია ხარის თავი. წმინდა გიორგის სახელობის ჯვარ-გუმბათოვანი ეკლესია. ნაგებია აგურითა და ნატეხი ქვით. სიგრძე 21.8 მეტრი. სიგანე 14.8 მეტრი. შესასვლელი დასავლეთიდან და სამხრეთიდანაა. სამკვეთლოსა და სადიაკვნოს თავზე მცირე სათავსებია. ამ სათავსებში ასასვლელი აგურის კიბე გარე კედლებშია ჩატანებული. ეკლესიის ჩრდილოეთისა და სამხრეთის კედლებში ზემოთ სხვადასხვა სიმაღლეზე 5 სარკმელია. გუმბათის ყელი ორ თავისუფლად მდგომ ჯვაროვანი კვეთების ბურთსა და აფსიდის მხრებს ეყრდნობა. ყელი დაბალია, გადახურვა ბრტყელი. ეკლესია გადახურულია თუნუქით. ეკლესიის დასავლეთ კედელს მთელ სიგრძეზე ეკვრის კარიბჭე. ეკლესიის დასავლეთ კედელში ჩატანებული აგურის კიბე კარიბჭეზე დაშენებულ სამრეკლოში და გვერდით სათავსების თავზე განლაგებულ ოთახებში ადის. სამრეკლო იარუსებიანია. პირველი იარუსი გეგმით კვადრატულად დახურული სათავსია, რომლის დასავლეთ კედელში თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. მეორე იარუსი დასავლეთით თაღითაა გახსნილი. მესამე იარუსი ოთხივე მხარეს თაღებით იხსნება. სამრეკლოს ფანჩატური კი 8 თაღიანი ღიობია. ეს ტაძარი ახლა დაახლოებით 1 წელიწადნახევარი 2 წელია მოძღვრის გარეშეა დარჩენილი. მარტო დღესასწაულებზე გვიწევს ხოლმე ამოსვლა. მაგრამ როდესაც იყო მე ვიყავი პირადად 6 წლის მანძილზე და დღესასწაულებზე საკმაო მრევლი იყო. შეიძლება ითქვას, რომ ტაძარში ივსებოდა ტაძარი, კი. ისე ყოველი სადაგი დღეების წირვალოცვალზე იყო ძირითადი მრევლი, რაღაც 30-დან 50 კაცი სვდნენ ოფისს. ისინი ახლა ზოგი გორში დადიან, ზოგი ნიქოზი აქვე ახლოს არის, ნიქოში გადადიან, ესეთნაირად. ქრისტობა არის 5 სოფელში. დიცი, ქორდი, არბო, მერეთი და ქსუისი. ძირითადი აქ არის. ყველა მაგრამ ცენტრი ასე ვთქვათ, არის არბოში. აქ ჩამოდიან ხოლმე ის სოფლელები? კი, ყველა აუცილებლად გამოდის ამ წლებში ასაწირავით
აკლავი. სოფელს და ტაძარს აქვს ასეთი ისტორია, რომ არქივიდან არის ისტორიული მასალებიდან ცნობილი, რომ თვითონ სოფელი არბო დაკავშირებულია ატომღაც აბოთბილებთან. მის რამდენად სწორია ეს ვერსია, ამას მე ვერ გეტყვით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არის ასეთი გადმოცემა, რომ მისი ნეშთის, მორწმუნე ხალხის მიერ მისი ნეშთის აქ გადმოსვენების და აქედან რაღაცა აბო და არბო, ესე რაღაც დაკავშირებულია ერთი მეორეს. სოფელს აქვს ასეთი ტრადიცია, რომ ეს დღევანდელი დღე, ესე იგი შუა გერისთობას რო ვეძახით, არის სოფლის დღეობად იყენებენ, ასე იგი, სოფელი დღესასწაულობს ამ დღეს, ემზადება ყველა ყავს, მიმსვლელი სტუმარი, ყველა იმედან ნათესაობა მოსდის ხალხს და რაღაც ესეთი ტრადიციაა ჩამოყალიბებული. ეს ჩვენი ნაზოქი. ნახევრად ფაქტს მოგიბართ. ძალიან მშვენიერი ნაზოქია სხვათა. ახლა მე წავალ გოჩი დაგვრა. შენ მიხედა საქმეს. მალე მზადდება. შინარე მოსული შეიძლება. ქონია საკუთარი ურები. წითელი ხარები ბავშვო. კი იყო, ხენი იყო თამადა ისე. დამთავრება იმის ის იყო, რომ ვედრე ჩანახსოვა. იმას დალეოდა და ხალხი ყოფდებოდა დამთავრებას. შეამდენი შემოგვიყვება არვითარ შეყოლა. ეგრე დაბერდო. მოხდა უკვე წყალს სვავდა. აი ამ წყალს სურა ერქვა მასასწრაფი წყალბილი ვე. შორიდან ციტიდან. წყალს დაეწაფოდა იქ დაევა. და მარხია ეკლესიის შესასვლელში. მეულოცა დღევანდელ დღეს სრულიად საქართველოს მთელ მართლმადიდებელ სამყაროს
საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის წმინდა გიორგი ეს ყველამ კარგად ვიცით, ეს არის რაღაცა ერთ-ერთი მფარველი ჩვენი ერისა და ჩვენი ეკლესიისა, ასეც არის მის საგალობლებში მოხსენიებული და ეს მადლი მისი არ მოშუშალოს ჩვენს ერს, ჩვენს ეკლესიას და გაამთლიანოს, გააძლიეროს და აი ეს დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებაში შეგვეწიოს და შეეწიოს სრულიად საქართველოს და სრულიად საქართველოს მართლმადიდებლურ მრევლს.